გიორგი ბარამიძემ კიევის სამართლის ინსტიტუტში საქართველოში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე ლექცია წაიკითხა. შეხვედრაზე ყველაზე დიდი ინტერესი იმან გამოიწვია, თუ როგორ შეძლო საქართველომ ასეთ მოკლე დროში კორუფციის დამარცხება და ევროპულ ოჯახში შესვლა. ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძემ შეხვედრები უკრაინის ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრთან, უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილესთან და პარლამენტის წევრებთან გამართა. სადაც საუბარი საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მშვიდობიანი გზით დარეგულირებას და დევნილების დაბრუნებას შეეხო. ახლა მუშაობა ქართულ-უკრაინულმა კომისიამ, სამთავრობო კომისიამ ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებში და ჩვენ ველოდებით უკვე მაისში 17-18 მაისს ამ კომისიისა და ბიზნეს ფორუმის ჩატარებას კიევში. ჩვენ განვიხილეთ მინისტრთან სწორედ ის საკითხები, რომელიც ამ კომისიაზე იქნება საბოლოოდ შეთანხმებული, მათ შორის ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის სფეროში, თანამშრომლობის, ენერგეტიკის სფეროში და ეკონომიკის სხვა დარგების მიმართულებით.